ხშირად მესმის შეკითხვა, რატომ 1050 ლარი? ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის ხელოფასების ხელოვნური გათანაბრება, ზოგს ეშინია, რომ ბიზნესი ამას ვერ გაუძლებს. თუმცა, სინამდვილეში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რა არის რეალურად მინიმალური ხელფასი. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მინიმალურ ხელფასს არ აქვს არც ფუფუნების და არც საჩუქრის ფუნქცია მოქალაქეებისთვის, რადგან 21 საუკუნეში არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ მინიმალურ ხელფასს არ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის. წარმოიდგინეთ, საქართველოში დღეს მინიმალური ხელფასი ოფიციალურად არის 20 ლარი. დიახ, 20 ლარი. ეს ციფრი 1999 წელს დადგინდა, მას შემდეგ სამყარო შეიცვალა, ფასები 10-ჯერ გაიზარდა, კანონი კი 90-იანებში ჩარჩა. ეს ნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფოსთვის დასაშვებია ადამიანს გადაუხადო იმდენი, რაც ერთ სადილსაც არ ეყოფა. ანუ შესაძლებელია გამსაქმებელმა დასაქმებულს დღიურად გადაუხადოს 21 ლარი და ეს კანონით ეს აბსურდი იყოს გამართლებული. მინიმალური ხელფასი არ არის ყველასთვის დაწესებული ერთი ხელფასი. ეს არის სახელმწიფოს მიერ გავლებული წითელი ხაზი, რომლის ქვემოთაც ადამიანის შრომის ანაზღაურება კანონით აკრძალულია. ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხოების ბადე 1050 ლარი, რომლის ქვემოთაც ადამიანის დაქირავება უბრალოდ აიგრძალება. თუ თქვენი ხელფასი დღეს 1050 ლარზე მეტია, ეს რეფორმა თქვენს გეხებათ. ეკონომიკაში არსებობს ეგრეთ წოდებული გადაღვრის ეფექტი, როცა ბაზარზე ქვედა ზღვარი იწევს დამსაქმებელი, იძულებულია პროპორციულად გაზარდოს საშუალო და მაღალი რგოლის ხელფასებიც. რა მოუვა ბიზნესს? ისტორიული გამოცდილება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუმინეთში აჩვენებს, რომ მინიმალური ხელფასის გონივრული ზრდა არათუ არ აზიანებს ბიზნესს, არამედ აცოცხლებს მას. დაბალ შემოსავლიანი ადამიანი ამ ფულს ოფშორებში არ მალავს, ის მას მაშინვე აბრუნებს ეკონომიკაში, ისყიდლობს მეტ პროდუქტს, სარგებლობს მეტი სერვისით, ეს ნიშნავს მეტ ბრუნვასა და მეტ მოგებას მეწარმეებისთვის. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია, არავინ უნდა მუშაობდეს სრული განაკვეთით და მისი ხელფასი საკვებზე არ ყოფნიდეს. 1050 ლარი არ არის სიმდიდრე, ეს არის მინიმალური საწყისი წერტილი ნორმალური ეკონომიკისთვის.